ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელმაც უკვე მეორე ასწლეულში შეაბიჯა, დღემდე საქართველოს საინჟინრო განათლების წამყვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო უმაღლესი სკოლაა. ჩვენ და საამაყოდ უნდა ითქვას, რომ მან არაერთი თამამი სიტყვა თქვა ქართულ საინჟინრო აზროვნებაში და შორს გაითქვა სახელი. ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, უნივერსიტეტის დამაარსებლებმა და მათმა თანამოაზრეებმა თავიდანვე ჩაყარეს მტკიცე საფუძველი საამისოდ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი გამხდარიყო არა მარტო მთავარი საინჟინრო განათლების ცენტრი, არამედ შეესრულებინა განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. დღეს ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს ასეთი დიდი ტრადიციების უმაღლესი სკოლა, რომლის კედლებს ბევრი სახელოვანი მეცნიერი და პედაგოგი ახსოვს და რომელმაც არაერთი საამაყო შვილი აღუზარდა ჩვენ სამშობლოს. დღევანდელი საუნივერსიტეტო ცხოვრება სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების სახელმწიფო ხედვასთან და ეს განსაკუთრებით მისასალმებელია. ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს არაჩვეულებრივი ბაზა, გამოცდილება და ძალიან კარგი რესურსი იმისთვის, რომ თავისი სიტყვა თქვას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კიდევ ერთხელ ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის უმაღლესი სასწავლებელია და მიმდინარე უმაღლესი სასწავლებლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო მზად არის, რომ ყოველმხრივ ხელი შეუწყოს აქ მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის საიუბილეო დღეს გაიხსნა ღვაწლმოსილი მამულიშვილის, ნიკო ნიკოლაძის ღირსეული შვილის, გიორგი ნიკოლაძის ძეგლი, რითაც კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება გავიხსენოთ მრავალმხრივი ნიჭის მქონე ახალგაზრდა მეცნიერის ღვაწლი. ეს არის შესაძლებლობა მადლიერმა შთამომავლობამ მოიხადოს ქედი იმ მეცნიერის წინაშე, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოს მეცნიერების და სპორტის განვითარების საქმეში. საქართველოში თითქმის არ მოიძებნება სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ასეთი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული და ასე თავდაუზოგავად უშრეტი ენერგიით ემსახურა სამშობლოს. გიორგი ნიკოლაძე იყო მეცნიერი, მათემატიკოსი, მეტალურგი, სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე. უდიდესია მისი დამსახურება ქართულ საინჟინრო მეცნიერებაში. სწორედ გიორგი ნიკოლაძემ შექმნა დიფერენციალური გეომეტრიის პირველი ქართული სახელმძღვანელო და ორიგინალური კონსტრუქციის გამომთვლელი მანქანის პროექტი, რომლის წარმოჩენაც დღეს ძეგლთან ერთად ჩვენ ყველამ ვიხილეთ და მისასალმებელია, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, გიორგი ნიკოლაძის ძეგლი ნათელი მაგალითი იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის, თითოეული სტუდენტისთვის, სინამდვილეში რას ნიშნავს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი, როგორ შეიძლება ემსახუროს სამშობლოს, ერთგულად და წარუშლელი კვალი დაუტოვო შთამომავლობას. და ბოლოს მჯერა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც მისთვის ჩვეულია, კვლავაც შეინარჩუნებს ტრადიციულ ფუნდამენტურ დარგებს და ამავე დროს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ინტენსიურად გააგრძელებს და განავითარებს ახალ საინტერესო მიმართულებებს, გამოიყენებს სწავლების თანამედროვე მეთოდებს. დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავაც იქნება საინჟინრო დარგების მთავარი უმაღლესი საგანმანათლებლო კერა და კიდევ არაერთ თაობას აღუზრდის ჩვენ ქვეყანას. გილოცავთ დღევანდელ იუბილეს და გულით გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას. მადლობა.